ის რო ითხოვს შენ ზერა, შენ სიყვარული, მას ხედავ მის სულში უყურებ თუ არა. თუ ის დაინახე, ის ჩათვლის რომ დამინახეს. ყველა ამ ზერას ელოდა იესო ეს გამოჩნდა იესო და ყველამ თავისთავად გაიხსენა და ამიტომ მე ვამბობ ხოლმე რომ ვინ არის იესო ჩვენთვის. იესო არის აი წარმოიდგინე შენ უფლისწული ყოფილიყავი და უფლისწულობაში მოგიტაცეს დაუშვათ პატარა იყავი და დაგავიწყდა თითქმის და ჩვეულებრივად შრომობ ლუკმაპურის ამ დროს мама გეძებს შენ და მოდიან შენთან და გაჩვენებენ შენი უფლისწულობის ფოტოს აი ვინ იყავი შენ ანუ იესოში შენ უფლისწულობას იხსენებ სისრუ როგორია სიყვარული შენ ასეთი იყავი მაგრამ მატერიაში მოეშვი ნელ-ნელა მიიკუჭე გაბოროტედი გეწყინა და ნელ-ნელა გაიკეთე რაღაცა გარსი რქოვანი გარ და უკვე შიგნით ვერ გხედავე მაგრამ იქიდან შენ ის გახსოვ და როგორც კი ამ ზერას მოკლავ თვალს რომელიც შენს გარეგანს კი არ უყურებს ვაიმე ეს ვინ არის ან ოხ რა კარგი ხარ სიმდიდრის გამო სიღატაკის გამო რო უყურებ ან რაღაც პირადი სარგებლობის გამო კი არა თავისუფალი ზერით უბრალოდ იმას აცოცხლებ აი ესო ვინ არის აღადგენს კუდრეთით ეს არის კუდრეთით აღდგომა და ყველა ადამიანი ამ ზერაზე სიყვარულს ელოდება გამოჩნდება ეს ზერა და ეს გული გაცოცხლდება სამყარო აი ამიტომ უნდა შევეშველოთ ერთმანეთს ჩვენ წავაქეზოთ ერთმანეთის სიყვარულისკენ ეს ერთ ადამიანს არა აქვს არც მე მაქვს მაგრამ შენ დამეხმარები ამაში შენ დამეხმარები რომ ნახავ რომ თქვენც იგივე გინდათ ესე იგი მეც დავიჯერებ ამას და როცა დავიჯერებ მაშინ მატერიალიზდება ესეთი მზერა და გული და ასეთ მატერიალიზებულ სიყვარულს რომელიც წიგნებში კი არ არის ფილმებში რეალურად აქ დადის აწყმო მოდის სიყვარულის უკვე აცოცხლებს იმათ რომლებიც არიან მიყუჟული სიბნელეში და იმალებიან გარსის ქვეშ და ისინი გამოვლენ თავიანთი საფლავები და ქრისტე ამბობს ჩემ სიტყვას ვიც მოისმენსო საფლავიდან აღდგებიან რომელ საფლავიდან შენი საფლავი გაქვს მეც გარკვეული საფლავია ეს ყველაფერი საფლავი ბოლომდე ვერ ვიხსნებ აი ეგ არის სახში დაბრუნება გადალახვა იმ გაუგებრობის და იმის თუნებას დამთავრდა მამა ერთ ჩემ ამბავს მოვყვები მეუღლე მეორე შვილს ელოდებოდა და რაღაც ველოდებოდით ერთად პრინციპში ხო და მოკლედ რაღაცები უნდებოდა ხოლმე და სუაჭარული ხაჭაპური ელანდებოდა ლესეილდეზე ვარ ზამთარია უფროსი ბავშვი 4 წლის იყო სანდრო ხაჭაპურს მივირთვენ და ფანჯრიდან ეთამაშება ვიღაც ასაკიანი კაცი არც თუ ისე კარგად ჩაცმული გაუტანე ხაჭაპური გავამზადებინე გავუტანე ხაჭაპურიც და ლუდიც ნუ ისეთ კაცს გავდა რომ სმა უყვარდა ხელი არ მოუყიდე არც ლუდისთვის არც ხაჭაპურისთვის დამიწყო მოყოლა რომ ახალგაზრდა შვილი თან თავის დროზე ფულიც მქონდაო მეუბნებოდა შვილი მოუკლეს მოსკოვში წარმატებული მოკრივე აჰა იდგა ეს კაცი და კაი ხანი მიყვებოდა ამ თავისი შვილის ამბავს თითი არ უხლია არც ხაჭაპურისთვის არც ლუდისთვის და ბოლოს გადმოიწია ჩახუტება უნდა და მივხვდი და აი ესე მაშინ კიდე დიდი ვიყავ მე მგონი ბევრად სუქარი და აი ესე რომ მოვკიდე ხედა რომ ჩავიხუტე მე ორივენი ვიდექი და ვტირო გაგიჟდა ის კაცი რომ არ ელოდა ჩახუტებას არ ვიცი არც მოსმენას ალბათ არ ელოდა მე თვითონ არ ველოდი რომ და შე დაინახე იფს და იმიტომ იმის მოგესალმა იქიდან რომ გითხარ მე ეს არა ვარ რასაც გარედან ხედავ მე თვითონ არ ველოდი თუ შევძლებდი ჩახუტებას მაგრამ კაი ხანი ესე ორი კაცი ჩახუტებულები ვიდექი და მე ესე ხელი მკრა და ლესეილდეზე დაუყვა ჩამეხუტა ეგრე ყვიროდა და აი რაღაცნაირი შეგიძლია მაგარი ანუ მე ამაზე რომ ეი შეუძახა ძინემ ზერა შეგდება ძინემ ზერა რომელსაც შეუძლია გარსის მიღმა დაინახოს არსი